სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. ვიდეოს ავტორები გურჯაანის პოლიციაში უკვე გამოკითხეს. ინციდენტის ადგილზე ჩავიდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები. მათ ფერმერების განის პროდუქტი ამოიღეს და დაალუქეს, რომელიც მეპატრონის მტკიცებით დაზიანებული იყო და არა რეალიზაციისთვის, არამედ სოციალურ ქსელში გამოსაქვეყნებლად ხუმრობის მიზნით გამოიყენეს. გადასაყრელად ამზე რატომღაც ცუდად დაგვარტყა თავში და ცუდი ხუმრობა წამოვიდა რა და დავასხით პოლიმიზატორი ვითომ ეს რაღაცა და ესეთი რაღაცა გავაკეთეთ. მე ის კი გადავდგით, არსად არ წასულა. მას შემდეგ რაც აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელში, სურსათის ეროვნული სააგენტო გამოცხადდა ადგილზე, მოახდინა ნიმუშის აღება, რომელიც გადაიგზავნება ლაბორატორიაში და ეცნობება საზოგადოებას მიღებული პასუხის შესახებ.